სალვადორ დალის ეს ნამუშევარი 1938 წელს შეიქმნა. სასურათა სიბრტყეზე კომპოზიციის ცენტრში ადამიანის სახის გამოსახულება იკითხება. მისი თვალები ავტორმა ზღვის სანაპიროზე მიმოფანტული ნიჟარების მეშვეობით გამოსახა. დააკვირდით, როგორ ოსტატურად გარდაქმნის ავტორი ადამიანის სახეს ფეხიანი ხილის ჭურჭლის გამოსახულებაში. თუ ყურადღებით დავაკვირდებით სასურათის სიბრტყეს, აღმოვაჩენთ, რომ მხატვარმა ფეხიანი ხილის ჭურჭელი კიდევ ერთგან გამოსახა. თუმცა ის ბევრად პატარაა ზომით და მისი შემჩნევა არ არის იოლი. კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ადამიანის სახე, რომელიც ავტორმა ხილით სავსე ჭურჭელში გარდაქმნა, თავის მხრივ სასურათის სიბრტყეზე წარმოდგენილი ძაღლის ტანის ნაწილია. სასურათის სიბრტყის ზედა მარჯვენა არეში მოჩანს ტალღებით დასერილი ყურე. აქვე ვხედავთ გამჭოლ გვირაბს. ერთიანობაში კი ეს ტალღებით დასერილი ყურე და გამჭოლი გვირაბი ქმნის ძაღლის თავის გამოსახულებას. ძაღლის კისერზე შებმული საყელური კი სარკინიგზო ხიდია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით სასურათის სიბრტყის თითოეულ ნაწილს, უამრავ საინტერესო დეტალს აღმოვაჩენთ. ადამიანის სახეებს, ფიგურებს, სხვადასხვა ფორმის გუბეებს, რომელთაგან ერთ-ერთს მხატვარი ოსტატურად გარდაქმნის თევზის გამოსახულებაში.